სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა ჩვენთან არს ღმერთი. მადლობთ უფალს ჩვენ იმისთვის, რომ მშვიდობით მოვაწიეთ ამჟამად დღევანდელი კვირიაკე თქვენისით, რომ არის გახსენება ადამის 64-დან გამოდევნისა და რა თქმა უნდა ეკლესია ყოველთვის ადეკვატურია და შესაბამისად დღევანდელი დღე ასევე მეორენაირად ასევე იწოდება შენდობის კვირად. რატომ არის ეს შინაარსი, რომ შენდობა ეს არის ჩვენი დასაბამიერი მოქმედება იყო. ეს უნდა მოგვიმოქმედებინა ჩვენ. თქვენ გახსოვთ, როდესაც ადამის სოდვი დაეცა, ღმერთი ეძახის მას, ადამ სათხარ და მარტივი იყო მდგომარეობა, ადამი უნდა გამოსულიყო და შენდობა უნდა ეთხოვა. მაგრამ სამწუხაროდ ადამი წავიდა უпростоრად ბოროტმა მისი გონება მიდრიკა სხვა მიმართულებით და გახსოვთ თქვენ, რომ მისი დანაშაულის, ესე იგი დასასრული და სრულყოფა, უпростоრად ეს სიტყვა უფრო კარგად გამოხატავს, მისი დანაშაულის სრულყოფა იყო ის, რომ მან ეს ყველაფერი დააბრალა მეორე ადამიანს და ეს მანკიერება ჩვენ მოგდევს. დღემდე იცით არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ ყველა შენდობა გვაქვს ათხოვნელი, მაგრამ არ ვითხოვთ და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ მართლები ვართ. ის არის დამნაშავე. ევა მასტუნამე, გველბან მასტუნამე. მიხვდით? და ეს ევა და ეს გველი რამდენიც გინდათ იმდენია. თორე არაფერი არ გვეთქმის ჩვენ, შენდობა გვაქვს ათხოვნელი. ჩვენი სულიერი მდგომარეობა უნდა იყოს ესეთი, უყურე დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდი თქვენ იცით რომ განსაკუთრებულია. ხო? იმიტომ რომ ფაქტიურად ეს არის პერიოდი, როდესაც დედა ჩვენი ეკლესია როგორც თქვენ შვილებს, ესე მოკიდებთ ხელს, მოკიდებთ ხოლმე, მოკიდებდით პატარები რო იყვნენ და მოიყვან და ეუბნები რომ შვილო, აქ იყავ. აგერ გაქვს ათამაშოებიც, აგერ არის საჭმელიც, აგერ არის ყველაფერი, აგერ არის შენ საწო. აქ იყავ. ბავშვი რა შვება, გარბის სადღაც იქეთ, ხო? შენ ისე მოიყვან მერე, აგერ უნდა იყო. ესე ჩვენმა დედამ, ზოგადად ჩვენ ყველას დედამ, მოკვიდა ეხა ხელი და მოგვიყვანა. ჩვენ რო ფუსფუსებ მთელი წლის განმავლობაში, ხო იცი, ვასოფელო რაში განხარ, რას გვაბრუნებ, რას ნეჭირსაო და მოდებული ვართ ამაღაცებს და უცებ ჩვენ პატარა ბავშვები ვართ. ღმერთის წინაშე და უცებ ღმერთმა მოკიდა ხელი და მოგვიყვანა. საყვარელო. ვინ ხარ შენ? სად იყავი შენ? 60-ში. და რის გამო დაკარგეს? ურჩობის გამო. იმის გამო რომ წერია გარკვევით რომ ნახეთ ადამმა არ დაიმარხა ღვთის მცნება და 60-ით 6-ორია იქნა. ანუ 6-ორია გამოდევნას ნიშნავს. ხო და დედა ეკლესია დღეს ამას გვახსენებს. მითხარით ეხა გულწრფელად. რამდენი წამი გაქვს დათმობილი იმაზე რომ თურმე ჩემი სამშობლო 60 ყოფილა და როგორ დავკარგე 60. რამდენი წამის მიასედი შეწუხებულ ხართ ამის გამო. მითხარით ახლა გულწრფელად. ხო? ხო და ამას გვახსენებს დედა ეკლესია. ეკლესია ნათელია, ნათელი სიტყვა არის. ნახე რა ცოტანი ვართ, ვინც ესე იგი ამ ხმას მოყვება, ნახე რა ცოტანი ვართ. დანარჩენი გრძელდება ეს ტრიალებს ეს წუთისოფლის წისქვილის ქვა და ატრიალებს და ცრის ამ ხალს, ცრის და ვერც კი ხვდებიან ისე ცრის და ისე შორდებიან საკუთარ თავსაც, რეალობასაც. სასუფეველზე ხომ საუბარი არა, ვინ ფიქრობს? სასუფეველზე ვინ ფიქრობს, 60-ზე ვინ ფიქრობს? ეს არის ნათელია ეკლესია, ჩემო ძვირფასებო და ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული დღევანდელ დღეს ეპისტოლეში, რომ ღამე იგი განგვეშორა და დღე იგი მოგვეახლა. აქ არის დღე, დღე ეს არის. რეალობა ეს არის, რომ ჩვენ ვართ. ჩვენი სამშობლო არის 60 და ჩვენ ყველანი ვართ გამოდევნილები იქედან და დევნილებაში ვართ. დევნილებაში კაცი ცდილობს იმას, რომ მოეწყოს. უნდა ცდილობდეს იმას, რომ ისევ იქ დაბრუნდეს, ხო? და
ჩვენი დღევანდელი სულიერი მდგომარეობა როგორი უნდა იყოს, ამას ღაღადებს საკითხავები და აქ ადამზეა საუბარი, რომ ადამი იყო ესეთ მდგომარეობაში, მაგრამ ადამში მთელი კაცობრიობა არის. რეალურად ესეთი უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. როგორ მდგომარეობაში იყო ადამი? ახლა ამას ადამის შესახებ როგორ გაატარა მან დარჩენილი ცხოვრება, პირადად მისი ცხოვრება აღწერილი კანონიკური სახელმძღვანელო არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს გარკვეული აპოკრიფული სახელმძღვანელო, აპოკრიფული ცოტა აკრძალულს ნიშნავს. ახლა ბევრი ვარ გავურმავდეთ ამაზე. მაგრამ ჰიმნოგრაფიული საკითხავები აცოცხლებს იმ მდგომარეობას, თუ რა მდგომარეობაში იყო ადამი. ნახეთ რას ღაღადებს ეს საკითხავები. რომ ადამი როგორ ტირის? ჰოი 64-ო, მე აი სიტყვები მაქვს ამოწერილი საკითხავებიდან. ჰოი 64-ო შვენიერო, ჩემთვის ურჩებითა დახშულო. აი ურჩებაზე გავამახვილოთ ყურადღება. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, ესე იგი, რომ აი რამდენად აუცილებელია მარხვა და რამდენად მნიშვნელოვანია. და რას ვაშავებ იმით, რომ არ ვიმარხულო? აი პირველი დანაშაული რა იყო? ნახე ადამი რას ღაღადებს. ჰოი 64-ო ტირის ჩემთვის დასხმულო და ურჩები დაკარგულო. ურჩები დაკარგული არის. ასე რომ პირველი დანაშაული კაცობრიობის არის სწორედ ურჩება და როდესაც დედა ეკლესია გამოდის და ამბობს, რომ საყვარელნო ეხა იწყება მარხვა და შენ რო ამბობ, რომ მოდი მე არ ვიმარხულებ, ეს არის ზუსტად ურჩობა. ამან დაგვაკარგია 64 და ქრისტე რომ მოვიდა ამ ქვეყნიერებაზე, პავლე მოციქული მასზე ამბობს, რომ მორჩილი იქნა ვიდრე სიკვდილამდე და სიკვდილით ამით ჯვარისათა. აი ქრისტემ სწორედ ეს გზა დაგვანახა ჩვენ, რომ რა არის იქ დასაბრუნებელი. ეს არის მორჩილება. ამ სიტყვის ახსნა თქვენთან შესაძლებელია, მაგრამ ეს სიტყვა იმდენად ზულს დღევანდელი დროის სულს, რომ აი ყველა ლაფს მიასხავდა ამ სიტყვას. სიტყვა მორჩილება. აი რა, ესე იგი არის ყველაზე საძულველი სიტყვა დღევანდელი თანამედროვე სულისთვის. მორჩილება. რატომ? იმიტომ რომ მორჩილება არის სწორედ ის რითიც ჩვენ ბრუნდებით ჩვენ სამშობლოში, სასუფეველში. განიდევნა ადამ 64 და მჯდომარე წინაშე ბჭეთა გოდებით იტყოდა, ჰოი 64-ო ჩემთვის დასხმულო და ევას მიერ დახშულო. სულო ჩემო, ჰოი ვით არ მეგტიროდე შენ. აი დიდი იყო ადამის სინანული, ისიც დიდი სინანული იყო. აი როგორც პეტრე მოციქული, ხო იცით რომ მთელი ცხოვრება ტიროდა, ადამის მთელი ცხოვრება ტიროდა, მაგრამ ადამიანს ნუგეში ჰქონდა ის, რომ დედაკაცისგან შობილს ელოდებოდა. 930 წელი იცოცხლა ადამმა და შესაბამისად ევამ და მთელი ცხოვრება შობდნენ. მთელი ცხოვრება ელოდებოდნენ აი ამ დედაკაცისგან შობილს, მაგრამ იმის მერე უკვე კიდევ 5600 წელი გავიდა, მერე მოვიდა ქრისტე ამ ქვეყნიერებას. და აი ესეთი არის ისტორია კაცობრიობის. აი მოისმინეთ, განიდევნა რა ადამ 64-ით საშვებელისაგან წარისამის ხის გემოსხილვითად, ეს გემოსხილვა არის ურჩება სწორედ. ვინადგან ცნება უფლის არა დაიმარხა. აი უყურეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ. მარხვა ეს არის მცნება. ცნება არის. როცა ეკლესია ამბობს, რომ მარხვა ეს უკვე მცნება არის და აი ამ მცნებას ჩვენ რომ არ აღვასრულებთ, ამით უკვე ჩვენ ურჩების სოდვაში ვართ. და ქვეყანის მოქმედად დაისაჯა. აი ესეთია კაცობრიობის ისტორია, რომლის ამიერ შექმნილი იყო, წარმოიდგინეთ, მიწისგან იყო შექმნილი. და ყველა ქმნილებაზე ქონდა უპირატესობა და ხელმწიფება და რისგანაც შექმნილი იყო, იმის მუშაკად დაისაჯა. გესმით? მიწისგან შექმნილი მიწის მუშაკად დაისაჯა. ეს ჩვენი ხვედრი ეს არ არის. ეს ცოდვით დაცემის შემდგომ არის. ეს სასჯელი უფრო არის. ოფლითა პირისა შენსათა სჭამდე პურსა შენსა. და შრომით, რათა შრომით მოიღო სასყიდელი პურისა, ამისთვის ჩვენსა საყვარელნო მოთმინებითა თავნი ჩვენი აღვიჭურნეთ, რათა არა გარეგან 64-ისა დავშთეთ, ვითარცა იგი არამედ
შინაგან შევიდეთ. აი რას ეძებს ადამიანი, რისთვის ვიღწვით? აი მითხარით, გეკითხებით. ვინც დღედაღა მშრომლობთ ამ სოფელში, თუ ვინმე არის და მშრომელი არის განსაკუთრებულად მშრომელი. თუ არა და არ არის მშრომელი, ზარმაცია. ხო და აი ვინც მშრომელები ხართ, გეკითხებით, რისთვის შრომობ? პასუხი არის ესეთი, რომ გავილამაზო ჩემი გარემო, აი რაღაცა მქონდეს, ეს მქონდეს, სახლი გავაკეთო, იქ მოვაწყო, ეს მოვაწყო, ხო? მაგრამ იცით რომ ეს არის აი რეალობა და აჩრდილი რომ დააყენო ერთმანეთს, შენ აჩრდილზე ზრუნავ. და რეალობა რა არის, იცით? ადამიანის გონებაში არის გენეტიკური კოდი, რომ ჩვენ ცხოვრობდით საშვებელი აქვს ნათქვამი. აი სიტყვა ფუფუნება, ძველი ქართული სიტყვა, ჩვენ ცხოვრობდით ფუფუნებაში. ეს გენეტიკური კოდი არის ადამიანის გონებაში. ეხლა ვცდილობთ რამენაირად რომ ის გვინდა იქ დავბრუნდეთ, მაგრამ არ არის აქ ისა. სოლომონ ამბობს, ყოველსა შინა ზრუნვასა კაცისასა ერთი არს მეტი. რაც ნიშნავს იმას, რომ შენ რაც არ უნდა იშოვო საყვარელო, რაც არ უნდა დააგროვო, რაც არ უნდა ერთი არს მეტი. ანუ ეხა ეს მაქვს, მაგრამ ის მინდა ეხა. ახლა დავიწყებ ბრძოლას იმისთვის. მოვიმუშაგებ იმას, მაგრამ ისიც რომ მინდა გესმით ამას ნიშნავს. ყოველსა შინა ზრუნვასა კაცისასა ერთი არს მეტი. და ყველაზე დიდი დანაკარგი რაც ჩვენ დავკარგეთ, ეს არის როგორც ამას ამბობს საკითხავი, რამე თუ გველმან და დედაკაცმა ღმრთისა კადნიერებისაგან უცხომყო მე ადამი აღადებს. ღვთისა კადნიერებისაგან ადამი ღმერთთან იყო როგორც შვილი მამასთან. ჩვენ როგორ ვართ ეხა ღმერთთან? წარმოიდგინეთ რა დღეშია კაცობრიობა, რომ საკითხავია გონებაში კითხულობს ღმერთი არსებობს? და ეს არის ის ადამიანი, იმ ადამიანის მოდგმა, რომელი ადამიანის როგორც შვილი მამას ისე ურთიერთობდა, კადნიერებაზე აღარ არის საუბარი. კადნიერება რას ნიშნავს? იცი, აი კადნიერება არის როდესაც შენ ცოდვებში ხარ, ვერ მიდიხარ ღმერთთან, იმდენი კადნიერება არ გაქვს, რომ უთხრა, მამა, დამეხმარე, აი ეს მამაო ჩვენო რო გვასწავლა, უფალმა გუშინ წავიკითხეთ სახარება, ვერ ეუბნები მამას როგორ ეთქვი. ხო? გონებაში თუ გიტრიალებს, რომ არის თუ არ არის, მამას როგორ ეთქვი. და ნახეთ რას ამბობს საოცარია, მე აი ეს ორი ციტატა ერთად დავწერე, რომ ესე იგი რა არის მთავარი დანაკარგი ჩვენი? ეს არის კადნიერება უფლის წინაშე. ჩვენ ვერ მივდივართ, ვერ წმინდანებთან არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რაც უნდა გქონდეს. ღმერთს ზოგი კი ვლოცულობთ, მაგრამ ისე ვლოცულობთ, რომ ჩვენი საღვთისმეტყველო შინაარსი ამ ლოცვით საერთოდ არ არსებობს. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ღმერთი. და ეს არის რომ კადნიერება დავკარგე, არ ვიცით ვის ელაპარაკები. როცა არ იცი ვის ელაპარაკები, ხო? შენი ლაპარაკი ხო სხვანაირია და როცა იცი ვინ არის ეს, ხო? მაშინ მიდიხარ, აი ვახო საყვარელო, ესა და ესა და ესა, ხო, გარკვევით ამბობ. ესეთი შედარება რო გავაკეთე. და რის მიერ დავიბრუნებ ჩვენ ამ კადნიერებას? მარხვის მიერ მოსე იქნა თანაზრახველ ღმრთისა. მოსემ აღიდგინა ეს ურთიერთობა. ელაპარაკებოდა ღმერთს. რის მიერ? მარხვის მიერ. ამიტომ ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მარხვის პერიოდს და განსაკუთრებულად რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ამას გვიღაღადებს დღევანდელი სახარება. იწყება ესეთი სიტყვებით, რამე თუ უკვე თუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეთ თქვენსა მამამან თქვენმა ზეცათამან. ხოლო უკვე თუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმა მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენ. აი ეს არის რითი დავიწყეთ ჩვენ, რომ შენდობა უნდა ეთხოვა ადამიანს. და ეს კურთხევა დარჩა კურთხევად, ეს მოქმედება დარჩა სამოქმედოდ, ესე რომ ვთქვათ, ადამიანისთვის, ადამიანისთვის და ადამიანში მთელი კაცობრიობისთვის. ღმერთი სულ გვეძახის ჩვენ. აი თქვენ თუ მიაქცევთ ყურადღებას, ღმერთი შენი სინდისის სახით, რომელი ღმერთი ცხოვრობს, ილია ჭავჭავაძე ამას ამბობს, ჩვენში ცხოვრობსო ღმერთიო და ეს არის ჩვენი სინდისის ხმა. და სულ გეძახის, სადახარ? სადახარ? რა შვები, რას აკეთებ? მიხვდით? და
ჩვენ ესე იგი რას გვასწავლის ბოლოს აი დიდმარხვის აი მოგვიყვანა მეთქი ხო გითხარით მოკვიდა ხელი მოგვიყვანა დაგვაყენა 60-სთან და გვეუბნება რა უნდა გავაკეთოთ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს ყველა კიდევ ერთხელ გეუბნებით არაფერი არ შეცვლილა ეხლა თქვენ თუ დაფიქრდებით თუ ჩაუღრმავდებით ყველას გვაქვს რაღაცა გულში რომელსაც ვერ პატიოთ სხვა ადამიანს დამთავრებულია ანუ ვართ ადამიანის მდგომარეობაში ისე ვემართლებით უფალს ხო და დღეს აი ცუდი რა არის ისიც კარგი არის ის რომ დღევანდელ დღეს სავსეა ეკლესიები მაგრამ ცუდი რა არის იცი რატომ მოდიან ეკლესიაში დღეს არის შენდობის დღე მაგრამ რა არის შენდობის დღე მაგრამ შედალოცილო რომ მოხვედი ეკლესიაში შენდობის დღეა რო გაიგე და ის დედამთილია თუ მაზლია თუ მულია თუ ვიღაცა რომ მიაგდე იქა და წამოხვედი მასე კი არ არის იმას უნდა პატიება უნდა თხოვ აი ეს არის პრაქტიკულად ის რომ დღე შენდობის დღეა და რამდენი ყავს ესეთი ხო ეს უნდა გავიაზრო ჩვენ თორე ხა შენდობის დღეა და წავიდე და ოი ახლა მოვიდეთ ახლა და მაპატიე და მეც გაპატიებ და ესე წავიდ მარტო სიტყვა დარჩეს ესა ჩვენ რჩებით ისევ იმ მდგომარეობაში აი ადამიანის მდგომარეობაში და ღმერთი ისევ გვეძახის სადა ხარ არ მოსულ ხარ ჯერ და ამ ყველაფრის მასწავლებელი არის ეკლესია სადაც დადგინებული არის აი მოძღვარი თუნდაც ისეთი გლახაკი როგორიც მე ვარ და მე დღევანდელ დღეს ყოველთვის ვაღიარებ ხოლმე ამ ჩემს სიგლახაკეს მე რამდენი წელია უკვე მე რამდენი შენდობის კვირა არის ეს დღე არის და მართლა გეუბნებით გულწრფელად რომ იმ მეზვერესავი თავი ვერ ამიწევია ზევით აი ჩემი სოდვების გამო და იმის გამო რომ მოძღვრობა ძალიან მაღალი თამასა არის ესე რომ ვთქვათ ჩვენ გასაგებად რომ ვთქვათ რომელსაც მიწვდენა უნდა მიწვდი ამას და ძალიან ძნელია რა გვებრძვის ჩვენ ისევ ჩვენი თავი გვებრძვის ისევ ჩვენი მანკიერება ისევ ჩვენი სისუსტეები და დრო რომელიც მღვდელს საერთოდ თავისთვის არ აქვს მღვდელს თავისი დრო არ აქვს საერთოდ და აი ამ დროს ჩვენ ისევ აი ამ ჩვენ სისუსტეებში და ჩვენ მანკიერებებში გავლით და შესაბამისად ეს ისახება მრევლზე და იმიტომაც არის ჩვენი საზოგადოება ჩვენი თემია აი ესე ჩვენ ისევ ურწმუნოებაში ვართ ისევ ერთეული ადამიანები ვისაც მიხედა აი ამ რაღაცა მადლი მოვიდა გადმოვიდა გონება მის გონებას და მიხვდა რომ რა უნდა გააკეთოს სად უნდა იყოს მიხვდა რომ მარტო ხორცი არ ვართ თურმე სულიც არის და თურმე არ კვდება ადამიანი უკვდავია და ისინი მოვიდნენ მარტო რაც შეეხება მაგალითის მიცემას რომ აი ესე სახარებაში ესეთი კურთხევა გვაქვს ჩვენ ესრეთ ბწყინავდნენ საქმენი თქვენი რათა იხილენ კასტა და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზესათასავ ასეთი იყოს თქვენი საქმეებიო რომ შენ რომ დაგინახავენო უკვე მორწმუნე გახდენო და რა ვიცი რეალობა არის ის რომ სადაც მივდივარ მაგალითად წესსაგებაზე რო შევდივარ ხალხი გარბის ღმერთს ადიდებენ კი არა ხალხი გარბის აი რა მეშველება ეხა მე მითხარით ამის მერე შევდივარ და ხალხი გარბის ანუ ათეისტური პერიოდია არაფერი არ შეცვლილა კარგი დრო რო იყო მღვდელი რომ მოდიოდა მორბოდა ხალხი წამო აი მღვდელი მოვიდა წამოვილოცოთ მიცვალებულისთვის წამოვილოცოთ საჯამთელოდ ისე გადის ეს წლები რომ ამ პარაკლისზე 2-3 ადამიანი ხან სულ არავინ არ მოდის ხოლმე რა არის პარაკლისი პარაკლისზე რას აკეთებს მღვდელი დგას და ლოცულობს ამხელა მოსახსენიებელს და აქ კიდე არავინ არ არის აი ეს არის ტესტი ახლა რამდენი სამ უნდა იძახოთ ახლა მამა დავით როგორი კარგი ხარ და როგორ კარგად აკეთებ ყველაფერს ტესტი არის ეს აი რა დღეში ვარ ჩვენ როგორი ურწმუნოება სუფევს და ამიტომ რაღა მეთქმის ახლა მე დღევანდელ დღეს ნუ წელიწადში ერთხელ ახლა გვეძლევა ეს დღე და ისე ყოველთვის მე თუ გახსოვთ თქვენ ყოველთვის ვითხოვ შენდობას და
ყოველთვის ვთხოვთ, მაგრამ დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად მინდა რომ ვითხოვოთ შენდობა, იმიტომ რომ მეც მინდა, მე რო თქვენ გეუნებით რომ სასუფეველი და სამშობლო და იქ უნდა დავბრუნდე და მეც მინდა სასუფეველი კაცო. როგორც თქვენ, ყველას გვინდა იქ დაბრუნება, გააზრებულად თუ გაუაზრებლად თუ როგორც არის, ყველას გვინდა იქ დაბრუნება და თქვენ თუ არ მომცემ შენდობას, მე იქ ვერ მოხვდები. ხო და იქ უძღებიშვილი რო დაბრუნდა ესეთ სიტყვებს ამბობს რომ ცოდე მამაო ცად მიმარდა წინაშე შენსაო და რას ნიშნავს ცად მიმარდა წინაშე შენსაო? ნუ ამას სხვადასხვა განმარტება აქვს, მაგრამ როცა ადამიანი სოდავს, სამყაროს წინაშე სოდავს, ანგელოზების წინაშე სოდავს, მარტო ღმერთის წინაშე არა. საერთოდ არ იყო არც ქარიშხალი, არც წვიმა, არც მიწისძვრა, არც არაფერი მსგავსი, ადამიანმა მოიწია ეს ყველაფერი. ადამიანის სოდვის გამო ხდება, თუ კი რამე ხდება ამ ქვეყნიერებაზე და მოდი აი რაღაცნაირად ჩვენ აი მცირე კრებულმა მაინც იქნებ მოვიწიოთ ღვთის მადლი ჩვენზე რომ ყველამ ერთად ხო აი შენდობას ვთხოვთ მე პირადად შენდობა ვითხოვოთ ერთმანეთს და შენდობა ვითხოვოთ ცისა და მიწის წინაშე. მიწაზე რა ხდება ჩვენი ბრალია ყველაფერი. აი მიწის წინაშე ვითხოვოთ შენდობა. შენდობა ვითხოვოთ იმის წინაშე რაც ხდება დღეს ქვეყანაზე. რა ომებიც არის, რა მიწისძვრებიც, რა კატაკლიზმები, რა უბედურობებიც არის. ვინ არის დამნაშავე? რო კითხო ადამიანი ის ან ის ხელისუფალია, ან ის ვიღაცა არავინ არ ამბობს რომ მე და რეალურად მე ვარ დამნაშავე, შენ და ყველანი ჩვენ ვარ დამნაშავე, რაც ხდება ქვეყნიერებაზე. აი ეს არის სულიერი განსჯა, ჩემო ძვირფასებო და მე გულწრფელად ვთხოვთ ყველა შენდობას და აქ კიდე ადამიანი არ მოსულა რომ შენდობის გარეშე წასულიყოს და თქვენც მიიღეთ შენდობა, დღევანდელი დღის წესი ესეთი არის რომ ეხლა მობრძანდით თქვენ ყველამ და მეტანიას ვაკეთებ და ვითხოვთ შენდობას რომ შენდობილი წავიდეთ. ცოტა კი გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ იმასაც შეგახსენებთ, საიდან მოდის ეს ტრადიცია. ზოგადად გითხარით, საიდან მოდის ეს ტრადიცია, რომ პირველი საქმეა ეს, რაც უნდა გვეკეთებია, შენდობა უნდა გვეთხოვო, მაგრამ მეოთხე საუკუნიდან, როდესაც კონსტანტინე დიდი ხდება იმპერატორი და ქრისტიანულ სარწმუნოებას გასაქანი მიეცა, მამებმა ესე აღადგინეს ეს წმინდა მამებმა ესე აღადგინეს ეს ცნობიერება, რომ ჩვენ შენდობა უნდა გვეთხოვოთ. დიდმა რხვა, როდესაც იწყებოდა, ისინი ხო უდაბნოებში გადიოდნენ სამოღვაწეოდ. ამიტომ აკეთებდნენ ამას, აი შენდობის წესი იყო. მიდიოდნენ ყველა ერთმანეთს შენდობას თხოვდა და აღდგომასაც ულოცავდნენ, იმიტომ რომ იქიდან ძალიან ბევრი უკან ვეღარ ბრუნდებოდა. და უბრალოდ ეს წესი იყო და აქედან დამკვიდრდა ეკლესიაში, მაგრამ მე თქვენ გითხარით უფრო მეტი, საიდან მოდის შენდობის წესი და აი ეს არის, აქედან მოდის ეს ტრადიცია ეკლესიაში და ჩემი თხოვნა არის, რომ ჩვენთვის ნუ იქნება დღევანდელი დღე ოდენ შენდობის დღე. მარტო ესე სიტყვა და სახელად და იყოს პრაქტიკულად. დაბრუნდით სახლში, მიდით თქვენ პირველ რიგში თქვენი ოჯახის წევრებთან, გულწრფელად თხოვეთ პატიება, არ თხოვთ ჩვენ პატიებას, იმიტომ რატომ? იმიტომ რომ მე მართალი ვარ. აი ეს არის, ეს თქვა ადამმა, მე რა შუაში ვარ, აგერ ევამასთუნა მე. გესმით? ხო და ეს არის ცოდნა და გააზრება დღევანდელი დღის, რომელიც ინებოს ღმერთმა და მოგმადლოს ჩვენ პირველი გონებაში, იმიტომ რომ ესე წერია სანთელი გვამისა არ თვალი, უკეთო თვალი შენი ნათელი იყოს, ყოველი გვამი შენი ნათელი იყოს. ანუ გონებაზეა საუბარი. აქ უნდა მოხდეს ცვლილება. აქიდან უნდა მოხდეს აღქმა სამყაროს საერთოდ და საგნების და მოვლენების. და არა დაუშვათ ხორციდან არ უნდა მოდიოდეს ეს და ინებებს ღმერთი ქრისტე, რომელიც საიდუმლო ლიტურგიას მსახურება აღვასრულეთ ჩვენ დღეს თავისი მადლი და მოწყალებით, რომლისა თანა მამასა ჩვენის დიდება სული წმინდითურთ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.